საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებთ თანამემამულეთ. ქრისტე აღდგა! აღსდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრები და მისი მოძულენი იუტოდენ პირისაგან მისისა. და როგორც ქრება კვამლი, განქარდნენ, მართლები კი განიხარებენ და იზეიმებენ ღმერთის წინაშე და სიხარულით დატკბებიან. როგორი დიდი ნუგეშია წმინდა დავით მეფის ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებში, როგორი იმედითა და სულიერი სიხარულით გადაეცემოდა თაობიდან თაობას, ბოროტებაზე გამარჯვების ეს საგალობელი. დიადის ჟამის აღსრულებას კი უკვე თითქმის 2000 წელია გამორჩეულად აღნიშნავს კაცობრიობა. ჩვენს დღეს ამ ზეიმის მონაწილენი ვართ. კიდევ ერთხელ მინდა მოკლედ შეგახსენოთ თუ როგორია გზა 64-დან მიწიერი ყოფის გავლით ცათა სასუფევლამდე. წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ღმერთმა ხილულ სამყაროში თავის ხატად მხოლოდ ადამიანის შექმნა და დაადგინა სხვა ქმნილებათა გამგებლად. მისცა თავისუფლება და ედემის ბაღის პატრონობა დაავალა. იგი უნდა ყოფილიყო ამ ბაღის და ცნობადისა და სიცოცხლის ხეთა ბრძენი მცველი. დანარჩენი ქმნილებები კი მას უნდა დამორჩილებოდნენ. ამით შემოქმედმა განსაკუთრებული პატივი მიაგო ადამიანს და არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მის ნებას მიანდო. ჩვენს პირველმშობელთა მიმართ ამგვარი ამაღლებული დამოკიდებულების გამო შურით აღზრულმა ბოროტმა სულმა აცდუნა ისინი და განაშორა ღვთის დიდებას. ქვეყნიერება კი დარჩა უფლისაგან დადგენილი მზრუნველის გარეშე. ბოროტის ძალა მხოლოდ ადამისა და ევას შეცდენით არ დაკმაყოფილებულა. 1000 გვარი ხერხით იგი დღემდე ცდილობს თავისკენ გადაიბიროს კაცობრიობა და საბოლოოდ ახოცოს მასში ღვთის ხატება. მაგრამ ადამიანი ცოდვამ და სიკვდილმა ბოლომდე მაინც ვერ დასცა. ყოლა ძლიერი, ცოცხალი, კურთხეული, უხილავი ღმერთის რწმენა განსაკუთრებით დიდი იყო რჩეულ ერში. მძიმე და დაძაბუნებულ მდგომარეობაშიც კი ამ წიაღში საუკუნეთა მანძილზე ჩნდებოდნენ ღვთისსათნო და რჩეული პიროვნებები, რომლებიც ზეცისკენ მიმავალ გზას უჩვენებდნენ ხალხს. ისინი იმ იმედით იყვნენ ახსილნი, რომ შემოქმედი არ დაუშვებდა მუდმივ დასჯილობაში ცხოვრებასა და სიკვდილს და დაგვიბრუნებდა დასაბამისეულ პატივს. ამიტომაც გულდასმით იზიებდნენ სამოთხისეული მდგომარეობის დაკარგვის მიზეზებს და საზოგადოებაში მარადიული ღირებულებების განმტკიცებისთვის ძალისხმევას არ იშურებდნენ. ამასთან ღვთისმსადნო ცხოვრების მაგალითს პირველ რიგში თვითონ იძლეოდნენ. მაცხოვარმა დედამიწაზე იმ წყევლის ქვეშ იცხოვრა, რაც ადამის მოდგმამ ცოდვის გამო დაიმსახურა. თავად ყოლად უცოდველმა იტვირთა უბრალო ადამიანის ყოფა. დაიბადა რახუროს ოჯახში, რომელიც ყოველდღიური შრომით მოიპოვებდა სარჩოს, ამასთან განკაცებული უფალი თავის ნებით ითმენდა ტკივილს, შიმშილს, დაღლას, შემდეგ კი უმადურობას, სიცრუეს, ცილისწამებას, შეურაცხყოფას და ღალატს. როგორი წარმოუდგენელია, რომ ღმერთი შენს გვერდით, შენი ცხოვრებით ცხოვრობს. უცოდველი ცოდვილთა შორის ჩვენ მძიმე ხვედს ტვირთულობს, რათა მოგცეს მაგალითი რწმენის, სიწმინდის, დათმენის, სიკეთის, სიყვარულის და რეალურად დაგვანახოს, როგორი უნდა იყოს ადამიანი.
30 წლის იესო უცხადებს კაცობრიობას, რომ აღსრულდა საუკუნეთა მოლოდინი. განკაცდა მხსნელი, რათა შემოქმედი დაეხმაროს თავის ქმნილებას და ჩვენთვის ყოველი კეთილი შესაძლებელი გახადოს. ამასთან ხილული სასწაულებით უფალი მრავალგზის ამოწმებს, რომ აქვს ძალმოსილება განკურნოს ნებისმიერი უძლურება და სნეულება, გაათავისუფლოს ადამიანები ბოროტის სულებისაგან, აზიაროს ისინი ღვთის სიბრძნეს, რომ მხოლოდ მას შეწევდეს ძალა, დაამყაროს მშვიდობა, დაამარცხოს თვით სიკვდილი და აღადგინოს მკვდრები. მაგრამ ღვთის რჩეული არის დიდი ნაწილი და მისი სულიერი წინამძღოლნი საბოლოოდ მაინც უგრძნობნი დარჩნენ უფლის მოწოდების მიმართ, ზურგი აქციეს ცხოვრების წინამძღვარს და მისი დასჯა მოითხოვეს. იგივე მოხდა ყველაზე ძლიერ და ფაქტობრივად იმ დროის ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოშიც, რომის იმპერიაში, რომლის ნაწილსაც ისრაელი მაშინ წარმოადგენდა. რომმა ღვთის სიბრძნეს და სამართალს თავისი იურიდიული კანონები შეაგება. აქ კი წესად ჰქონდათ იმადგან, რომელიც არ იყვნენ რომის მოქალაქენი, თუ კი ვინმე იმპერიული ღირებულებებთან და მისწრაფებებთან შეუთავსებელი იქნებოდა, თუნდაც იგი ჭეშმარიტების ქადაგებელი ყოფილიყო, ყველაზე დამამცირებელ საჯელს უქვემდებარებდნენ, ჯვარზე აკრავდნენ. ჯვარი წარმოადგენდა სიმბოლურ სახეს იმისას, რაც სიბნელეს, უმეცრებას, ბოროტებას უკავშირდებოდა და მათი აზრით სიკეთისა და ცივილიზაციის მტრობას ნიშნავდა. საერთო შედეგი კი ასეთი დადგა. ცოდვას დამონებულმა და სიკვდილს შეგუებულმა კაცობრიობამ ღმერთის მეუფებას თავისი ჩვეული ყოფა ამჯობინა. ჭეშმარიტ სიმართლეს სრულიად უსამართლო განაჩენი გამოუტანა და თავად სიცოცხლეს ჯვარზე სამარცხვინო სიკვდილი მიუსაჯა. ამაზე დიდი დაცემა აღარ არსებობს. ამაზე დიდი ცოდვის წარმოდგენა შეუძლებელია. მაშინ ზეციური ძალები შეძრწუნდნენ, ანგელოზები განცვიფრდნენ, სტიქიონები შეირყა, მთელი ქმნილება შეიძრა, მზე განერიდა, ქვეყანამ სიბნელემ მოიცვა, კრეცაბმელი განიპო, ანგელოზმა ტაძარი დატოვა. მაგრამ როგორ უპასუხა უფალმა ამ ენით აუწერელ დანაშაულს? გამაოგნებლად, მიუთხრობელი დათმენით, სიბრალულითა და სიყვარულით. მან მორჩილად და უდრტვინველად მიიღო განაჩენი და არ შეეწინააღმდეგა, არ გამოიყენა ღვთიური ძალა და არ განსცა ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებს, რათა მთავარი მიზანი ბოლომდე აღესრულებინა, თავისი ყოვლად უცოდველი კაცობრივი სულის ღვთაებრივი ძალმოსილები ჯოჯოხეთი დაეთრგუნა და სიკვდილი შეემუსრა. ბოროტი ძალისთვის გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინა და მართალთათვის სათასასუფეველის გზა გაეკვალა. გავიხსენოთ ისიც, რომ ჯვარცმის წინ უფალი გულხმურვალედ ლოცულობდა გეციმანიის ბაღში და ცხადყოფდა, რა თავის ადამიანურ ბუნებას ევედრებოდა მამა ღმერთს. თუ შესაძლებელი იყო აეცილებინა მისთვის მოსალოდნელი ხვედრი. ამავე დროს იგი თხოვდა თავის ერთგულსა მოწაფეს ლოცვით შესწევნოდნენ, რადგან მისი სული დამძიმებული იყო სიკვდილის მოლოდინით, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს ადამიანური უძლურებით ჩაეძინათ. სამგზის სადა მათი სიფხიზლის შენარჩუნება უფალმა, მაგრამ ამაოდ, რითაც დედამიწა მაჩვენა, რომ რჩეულ მოწაფეთაც იმჟამად არ ჰქონდათ შინაგანი ძალა, უმძიმეს განსაცდელში მათ ცხოვრისთვის მცირედი თანადგომა გაეწიათ. უფლის ჯვარცმის კაცობრიობამ განაჩენი არა მარტო იესო ქრისტეს გამოუტანა, არამედ საკუთარ თავსაც, რადგან ამ იერიდან ქრისტეს მიმდევართათვის ხსნა სულიერ ჯვარცმას დაუკავშირდა. რა თქმა უნდა, მძიმეა ეს გზა, ეს ჯვარი, მაგრამ ამასთან მადლმოსილია იგი და მიმზიდველი, ერთადერთია და გადამრჩენელი.
ამიტომაც ყავს ქრისტეს ეკლესიას ჩვენთვის ცნობილი თუ უცნობი ამდენი წმინდანი და ერთგული შვილი. როდესაც ჩვენი მიწიერი ყოფა შენს უსამართლოდ დაგამცირებს, შეურაცხყოფს და გაგრიყავს, რადგან ჭეშმარიტებას ეძიებ და უარს ამბობ, ცოდვილ კეთილდღეობაზე იცოდე, ამით სოფელი აცხადებს, რომ შენ მისი არ ხარ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ შენ უფლისა ხარ, ანუ იმ ჯვრის მტვირთველი ხარ, რომელიც ქრისტეს მიმდევართათვის იქცა სამართლიანობის, ერთგულების, ღირსების, სიკეთის, ჭეშმარიტების ხატად და მარადიულ სიცოცხლის ნიშნად. მაცხოვარი გვიხმობს ყველას და განგვამტკიცებს, განსაცდელი გექნებათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით მე ვძლიე სოფელს და თქვენთანა ვარ დღემუდან ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. დაიცავით ჩემი მცნებები და რასაც ითხოვთ ჩემი სახელით შეგისრულდებათ. ოღონდ როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ისევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი. დღეს მსოფლიოში მრავალგვარი რთული პროცესი მიმდინარეობს. დროს თითქოს დაჩქარდა, მოვლენების და შეხედულებების სწრაფად ისვლება, დაპირისპირებულობა, არასტაბილურობა, ეკოლოგიური პრობლემები, მუდმივი სტრესი, ომები, ჩვენი საერთო რეალობად იქცა. მშვიდობის მოსურნეთა მონდომება დიდია, თუმცა შედეგის მიღწევა იოლად არ ხდება. ღმერთმა დალოცოს მშვიდობის მყოფელნი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს მსოფლიო. არსებულმა ვითარებამ ყველა უფრო მეტად უნდა დააფიქროს სიცოცხლის არსზე და მარადიულ ღირებულებებზე. ჩვენ მარადიული ნეტარებისთვის ვართ შექმნილნი. აქ ამ ქვეყნიურ ყოფაში კი დროებითის და წარუვალის, მიწის და ზეცის კავშირით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ სწრაფმა მარადიულობასთან სიახლოვისკენ მუდამ უნდა გქონდეს, რაც პირველ რიგში ეკლესიის საშუალებით მიიღწევა. მხოლოდ ეკლესია გვიცხადებს სიცოცხლის ნამდვილ მიზანს, გვახედებს ჩვენ სულში და სიკეთისა და ბოროტების გარჩევის ყველაზე ჭეშმარიტ და სწორ შესაძლებლობას გვთავაზობს. ის არ გთხოვს შეუძლებელს, პირიქით, გვიხმობს ჩვენი სისუსტეებით და დასაძლევად ძალად გვაძლევს. ის გულში გვიკრავს, მაგრამ უკეთურ თქმედებას არ მოგვიწონებს. ამასთან ჩვენ სულიერ და შინაგან ძალებს განამტკიცებს და ყველაზე რთულ ვითარებაშიც იმეს არ გვაკარგინებს. საეკლესიო დღესასწაულთა შორის ყველაზე გამორჩეული ადგილი ადგომას აქვს, რადგან სწორედ იგია წინასახე ზეციურ უხსნელობაში ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის მინიჭებისა. რას ნიშნავს ეს? როდესაც ჩვენ ვზეიმობთ უფლის ადგომას, ამავე დროს დღესასწაულობთ უხსნელი სხეული ჩვენს მომავალ დამკვიდრებას სათაშინა. იესო ქრისტემ მოგვცა მაგალითი, როგორც ამ ქვეყნად სწორად ცხოვრებისა, ისე გვიჩვენა მისი შედეგიც სასუფეველში მართალთა დამკვიდრებისა. ვინაიდან კაცის მიერ იქმნა სიკვდილი და კაცის მიერვე ადგომა მკვდრეთით და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში ცოცხლობს ყველა. კაცობრიობის საყოველთაო ადგომის რწმენა არის ქვაკუთხედი ქრისტიანული აზროვნებისა. ვისაც ეს არ სწამს და თავს მაინც ქრისტიანად თვლის, ძალიან ცდება და სინამდვილეში მასხოვნებელ ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს, რადგან როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, თუ მკვდრები არ აღდგებიან, ას ქრისტე აღმდგარა და თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგებაც და ჩვენი რწმენაც. მაგრამ როგორ აღდგებიან მკვდრები, ან რომელი სხეულით მოვლენ? რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს თუ კი არ მოკვდა. ასევე მკვდართა აღდგომასაც ითესება ხსნილებაში, აღდგება უხსნელებაში. ითესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში. ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი. სწორედ რწმენა მარადიულ ნეტარებაში დაბრუნების აძლევს აზრ ჩვენს ყოფას იმ წეს, რაც უფალმა გვასწავლა და გულისხმობს სხვათადმი მსახურებას, თამდაბლობას, დათმენას, თანაღრძნობას, თანადგომას, ზნეობრიობას, მშვიდობის მყოფელობას,
გულის სიწმინდეს, სულის სიმტკიცეს, უშურველობას, თავდადებას. ჯვარცმის შემდეგ ისინი, რომლებიც საფლავთაგან აღდგნენ, გახდნენ პირველი მქადაგებელნი ქრისტეს აღდგომისა და როგორ არ დაიჯერებდნენ აღდგომის სასწაულს ისინი, რომლებიც საკუთარი თვალით ხედავდნენ გახსნილ სამარეებს და ისმენდნენ საფლავთაგან გამოსულთა ქადაგებებს. როგორ არ დაიჯერებდნენ აღდგომის სასწაულს მენელსაცხებლე დედები და მოწაფეები, როცა 40 დღის განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა უხრწნელი სხეულით აღმდგარ უფალთან და მისგან დარიგებებს კვლავ იღებდნენ. როგორ არ დაიჯერებდნენ მომხდარს იესო ქრისტეს ასობის სხვა თვითმხილველნის და მისი სადამაღლების მოწმენი. ის ურყევი რწმენა და უფლის სწავლანი შინაგანად სულიერად გამბრძნობილმა და გამტკიცებულმა მოციქულებმა და ეკლესიამ მთელ ქვეყანას განავრცეს. წმინდა ეფრემ ასური წერს, მკვდართა აღდგომისას მიწა უკან აბრუნებს ადამიანთა ისეთივეს, როგორიც იყო, იმათაც, ვინც ზღვამ შთანთქა, ვინც ხეცებმა და ფრინველებმა შეჭამეს, ვინც ცეცხლში დაიწვა. აქ ერთადერთი სუნახავნი ისინი იხილვებენ ერთმანეთს. დედა იცნობს, რომ ეს მისი შვილია და შვილი იცნობს, რომ ეს მისი დედა. ამასთან თითოეული სხეული თავის საქმეებს აჩვენებს, რადგან თითოეული ჩვენგანი ამ საქმეებს საკუთარი სხეულით ატარებს და ყველა შესაბამისად მიეგება საზღაური. ადამიანი არ არის ცალკე არც სული არც სხეული, არამედ მათი ერთობა. ასე შეიქმნა იგი თავიდანვე, ამ ერთობას არ გვაქვს სიკვდილი, რადგან ცოდვის შედეგია. აღდგომით ჩვენი განახლებული სხეული და სული კვლავ შეერთდება და ღირსთათვის სამოთხისეული მდგომარეობა უფრო აღმატებული სახით დაბრუნდება. ეს კი მეორედ მოსვლის შემდეგ აღესრულება, როცა შეიქმნება ახალი მიწა, ახალი ცა. სიკვდილი სრულიად განქარდება და მარადისობაში ჩვენი საბოლოო დამკვიდრება მოხდება. მაგრამ ვიდრე არ დამდგარა ჟამთა აღსასრული და გარდაცვლილთა სულები თავის უხრწნელი სხეულით შემოსვის მოლოდინში არიან, ვიდრე შესაძლებელია როგორც საკუთარი თავის, ოჯახის წევრებისა და სხვათადმი, ასევე იმ ქვეყნად წასულ ჩვენ სახლობელთათვის ლოცვა და სიკეთის ქმნა, ადამიანთა გამოხსნის პროცესი ბოლომდე დასრულებული არ არის. გუჯერა ეს თუ არ გჯერა, გსურს ეს თუ არა, რეალობა ერთია. ჩვენი არსებობა ამ წუთის სოფლით არ მთავრდება. ამ ქვეყნად აღვასრულებთ არსებობის იმ სახეს, რაც გარდაცვალების შემდეგ ჩვენს მომავალ ცხოვრებას განაპირობებს. ასე რომ ჩვენი ყოველდღიური მოქმედებით, აზროვნებითა და მეტყველებით ჩვენ თვითონ ვძერწავთ, ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენ მარადიულობას, კარგს ან ცუდს. და როგორც სამოთხეში, ისევე აქაც დედამიწაზე ჩვენზეა დამოკიდებული, რას ავირჩევთ მიზნად, სიკეთეს თუ ბოროტებას, სიცოცხლეს თუ სიკვდილს. აირჩიე სიკეთე და სიცოცხლე, ამით დაამტკიცებ, რომ აფასებ ღვთის სიყვარულსა და მსხვერპლ შენს გადასარჩენად გაღებულს და აფასებ საკუთარ სიცოცხლეს, შემოქმედის უდიდეს წყალობას შენდამი. მადლისმიერი განხთობის შესაძლებლობაზე დიდი რა უნდა იყოს ადამიანისთვის. ამიტომაც რა პროფესიისა და ასაკისაც არ უნდა იყო და რა საქმესაც არ უნდა აკეთებდე, ყოველივე მიმართე ღვთის სადიდებლად და მის სამსახურად და ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის სურვილებს. თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულის წმინდისა, რომელიც ღვთისაგან და არ ეკუთვნის თქვენ თავს. ადიდედ ღმერთი თქვენი სხეულითა და თქვენი სულით, რომელიც არიან ღვთისა. დღეს მსოფლიოს ეფინება საოცარი საგალობელი. ნათელ იღე იერუსალიმ, რამე თუ მოწევლნულართ ნათელი შენი და დიდება უფლისა შენზე და გამოფწყინდა და ვიდოდიან ყოველნი ნათესავი ნათელსა შენსა. განიღვიძე სიონ, განიღვიძე და აღდეკ იერუსალიმ და დაიდ გვირგვინი სიკეთისა შენისა სიონ და შეიმოსე დიდება შენი იერუსალიმ.
განიძარცვეს სამოსელი გლოვისა შენისა და შეიმოსეს სამკაული სიხარულისა შენისა. ქალაქო წმიდაო, რამე თუ აჰა ესერა მწუხსა განისვენა ტირილმან და ცისკარსა მას მოიწია სიხარული აღდგომისაი. აღდგომილმა მაცხოვარმა თქვენს მოგმადლოთ სიხარული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ყოვლადწმინდა სამებამ დაგლოცოთ, სულიერად განგამტკიცოთ და განგაძლიეროთ თითოეული თქვენგანი. მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვის დღე. აღდგომა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება. აღდგომა პატიება და გამოსყიდვა და სიხარული. აღდგომა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლოს სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა. თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი